ჩვენ ბევრს ვფიქრობთ ჩვენი საჯარო გამოსვლის აგებაზე, შესავალზე, ცენტრალურ ნაწილზე, დასკვნაზე. ვფიქრობთ იმაზე თუ როგორი ფორმულირებით ჩამოვაყალიბოთ სათქმელი, მაგრამ არსებობს კვლევები, რომლის თანახმადაც იმაზე თუ რა განწყობას ვახდენ მე ჩემს მსმენელებზე, თურმე 65%-ით გავლენას ახდენს არავერბალური კომუნიკაცია და მხოლოდ 35% არის ის ვერბალური ნაწილი პრეზენტაციის, რომელსაც მე ვყვები. აქედან გამომდინარე, ამ კვლევით ცხადი ხდება თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს არავერბალური კომუნიკაციის დახვეწას და არავერბალური კომუნიკაციის პროცესში გამოყენებას. რაში გვეხმარება არავერბალური კომუნიკაცია? ეს არის გზა, არხი, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი სათქმელი. ჩვენ როცა რაღაც გზავნილს ვავრცელებთ, ჩვენი არავერბალური კომუნიკაცია უნდა ეხმარებოდეს და გვეხმარებოდეს, რომ ეს გზავნილი აუდიტორიამდე მარტივად მივიდეს. პირველი, როცა არავერბალურ კომუნიკაციაზე ვსაუბრობთ, ეს არის რა თქმა უნდა ხელები და რა თქმა უნდა ჟესტები. ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში რა ჟესტებსაც ვიყენებთ, ის ჟესტები გამოვიყენოთ მხოლოდ უფრო შემჭიდროვებულად და შემცირებული რაოდენობით. ეს რატომ? იმიტომ რომ შესაძლოა აუდიტორიის ყურადღება მთლიანად ჩვენ ჟესტებზე გადავიდეს და საერთოდ ვეღარ მოусმინონ იმ გზავნილს, რომელსაც ჩვენ ვავრცელებთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი ხელები უნდა ეხმარებოდეს აი ამ მთავარ გზავნილზე აქცენტს. ჩვენ როცა რაღაცას ჩამოვთვლით, ჩამონათვალს როცა ვაკეთებთ, კარგი იქნება თუ თქვათ ჩვენი ჟესტებითაც ვეტყვით, რომ აი სამ საკითხზე გესაუბრებით. ესეც ეხმარება ისევ და ისევ იმის დამახსოვრებას, რომ აუდიტორიიდან რომ გავა მსმენელი, იმას მაინც დაიმახსოვრებს, რომ სამ საკითხზე ესაუბრა სპიკერი მას. აქედან გამომდინარე, ჩვენი ეს ჟესტები ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ უნდა იყოს არა ხელის შემშლელი, ჟესტიკულაციას გულისხმობ, არამედ პირიქით ჩვენი გზავნილების გამაძლიერებელი. მეორე და მთავარი, როცა ჩვენ არავერბალურ კომუნიკაციაზე ვსაუბრობთ, ეს არის თვალებით კონტაქტი და რას ნიშნავს? ეს არის ერთადერთი ცდელობა და საშუალება ჩვენი, რომ მადლობა ვუთხრათ აუდიტორიის წევრებს, მადლიერება გამოვხატოთ მათი დროისთვის, მათი ყურადღებისთვის. ჩვენ როცა აუდიტორიაში შევალთ და სანამ საუბარს დავიწყებთ, თვალებში შევხედავთ აუდიტორიის წევრებს, ასე ვთქვათ, თვალს მოვავლებთ იქაურობას, ეს არის უკვე გარკვეული ჟესტი იმისა, რომ მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენთან ერთად. ეს უთხრა სწორედ არავერბალური კომუნიკაციის საშუალებით. ალბათ თქვენს გამოგიცდიათ რამდენიმე უხერხულობა თვალებით კონტაქტთან დაკავშირებით. ერთ-ერთი არის ასეთი, თქვათ, გაიხსენებთ სტუდენტობის პერიოდს, როცა ლექტორი შემოვიდოდა და კონკრეტულად თქვენ, ასე ვთქვათ, ამოგიჩემებდათ და თქვენ გიყვებოდათ სათქმელს და თქვენ გიყურებდათ უმეტესად ამ ერთი ლექციის განმავლობაში. ძალიან დიდი დისკომფორტის მომგვრელია, როცა სპიკერი გიყურებთ თქვენ და გიყურებთ მუდმივად. აღარც გესმის საბოლოო ჯამში, რაზე გესაუბრებიან, დისკომფორტის განცდა გაქვს და ერთი სული გაქვს დამთავრდეს ეს შეხვედრა. დანარჩენ წევრებს კი აუდიტორიის განცდა აქვთ, რომ ისინი სრულიად გამოთიშულები არიან ამ პროცესს. ამიტომ არაფრით არ შეიძლება მხოლოდ ერთი ან მხოლოდ ორი წევრი აუდიტორიის ამოვარჩიოთ და მათკენ მივმართოთ ჩვენი თვალებით კონტაქტი. აუცილებელია, რომ თვალებით აუდიტორიის თითოეულ წევრს მივმართოთ და შევხედოთ. ამას როგორ ვაკეთებთ? როცა პატარა აუდიტორია, მარტივია შედარებით, 10 ან 20 ადამიანი თუ ზის და თუ მე გავარჯიშებული მაქვს ეს უნარი, მე შემიძლია რომ თითოეულს შევხედო ელემენტარულად, მაგრამ თუ დიდ აუდიტორიაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში იქნება ეს მიზანი სრულიად მიუღწეველი. ასეთ დროს სპეციალისტები გვთავაზობენ ერთგვარ სკანირების პროცესს, რაც რას ნიშნავს? როგორც სკანირებას აკეთებს, თქვათ, რაღაცა კომპიუტერი, მოავლებ თვალს აუდიტორიას და აი ეს თვალების მოვლება, თავის ტრიალი აქეთ-იქით არის პრაქტიკულად მუდმივი პროცესი, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა მხარეს ყოფი აუდიტორიის წევრი გრძნობს შენს ყურადღებას და მათკენაც ტრიალდები და მათ მიმართაც არის შენი ყურადღება გამახვილებული. თვალებით კონტაქტზე ბევრი კვლევაა და ერთი-ორია სახალისო და მინდა გაგიზიაროთ. ორ ჯგუფში ჩატარდა კვლევა, ერთი სპიკერი შედიოდა ორივე ჯგუფში ერთი და იგივე პრეზენტაციით. ერთ ჯგუფში იყენებდა თვალებით კონტაქტს და ისე
ყვებოდა პრეზენტაციას, მეორე ჯგუფში კი ზუსტად იგივე პრეზენტაციას ყვებოდა, მსახიობი იყო ეს ადამიანი და შეეძლო ზუსტად გამეორება ტექსტის, მხოლოდ თვალებში არ უყურებდა აუდიტორიის წევრებს. შემდეგ შეაფასეს ორგვარი კვლევა ჩატარდა. პირველ ეტაპზე შეაფასეს ინფორმაცია, თუ რა ინფორმაცია დაიმახსოვრეს აუდიტორიის წევრებმა მოთხრობილი და აღმოჩნდა, რომ ძალიან მცირე იყო ის პროცენტული მაჩვენებელი დამახსოვრებული ინფორმაციის იმ წევრებში აუდიტორიის, რომელშიაც ეს სპიკერი არ ამყარებდა თვალებით კონტაქტს, გაცილებით მეტი ჰქონდათ დამახსოვრებული იმ წევრებს აუდიტორიის, სადაც თვალებით მაქსიმალური ინტერაქცია იყო და შემდეგ კვლავ გაიმეორეს გარკვეული წლების შემდეგ იგივე კვლევა და უკვე არა მხოლოდ ინფორმაციის დამახსოვრების ხარისხი იკვლიეს, არამედ განწყობა იკვლიეს აუდიტორიის წევრების და აღმოჩნდა, რომ იმ აუდიტორიის წევრებმა, რომელშიაც თვალებით კონტაქტს არ ამყარებდა სპიკერი, შეაფასეს სპიკერი როგორც არაპროფესიონალი თავისი საქმის არ მცოდნე, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ერთ და იგივე სპიკერი, ერთ და იგივე თემით იყო ორივე ჯგუფთან შესული. თვალებით კონტაქტი მთავარ რაღაცას უზრუნველყოფს, რომ მე რომ ვარ კომპეტენტური, აი ეს კომპეტენცია მაქსიმალურად დავანახო აუდიტორიის წევრებს. გარდა ჟესტიკულაციისა და თვალებით კონტაქტისა, სხვა თავისებურებებიც აქვს, რა თქმა უნდა, არავერბალურ კომუნიკაციას. არავერბალურ კომუნიკაციაში შედის ჩვენი ჩაცმულობაც, აქსესუარებიც, რომელსაც ვიყენებთ. არასდროს არ უნდა იყოს გადაჭარბებული ისევ და ისევ მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ არ მიიპყროს აუდიტორიის ყურადღება ამ აქსესუარებმა და ისევ ჩვენს შინაარსზე კონცენტრაციაში შევუწყოთ ხელი ჩვენს მსმენელებს. და კიდევ ერთი არავერბალური კომუნიკაციის მაგალითი, რაც მე ძალიან მიყვარს და მხიბლავს, ეს არის პაუზის გაკეთება. უეცრად როცა ვაკეთებთ პაუზას, ეს არის არავერბალური კომუნიკაციის საშუალება და გამოფხიზლების საუკეთესო საშუალება. როცა თხრობა უკვე მონოტონურ რეჟიმში გადადის და ჩვენ ყურადღებას აქვს ეს პრობლემა, რომ ჩვენ უკვე როცა გვესმის რაღაცა და ხანგრძლივად ვისმენთ, უკვე ვეგუებით აი ამ ასე ვთქვათ გამღიზიანებელს ისევ და პატარა პაუზა, რამდენიმე წამიანი პაუზა არის ძალიან კარგი საშუალება იმისა, რომ აუდიტორია გამოვაფხიზლოთ და ისევ ჩვენსკენ მივმართოთ ეს მათი ძალიან ძვირფასი ყურადღება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არავერბალური კომუნიკაციის ჩვენს ხმას ეხება. ტემპი და ტემბრი არის ის ორი მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა ყოველთვის გვახსოვდეს. ტემპი ეს არის რამდენად სწრაფად ვსაუბრობ და როდის ვსაუბრობ სწრაფად, როდის ვანელებ მეტხრობას. ძალიან ბევრი ახლა თქვენთვისაც გამორჩეულად ცნობილი სპიკერი ან თუნდაც საჯარო გამოსვლა რომ გაიხსენოთ, იქ აღმოაჩენთ, რომ ეს სპიკერი, რომელიც ჩვენ ძალიან მოგწონს, მაგრამ არ გვაქვს შეიძლება გაცნობიერებული ის დეტალები თუ რატომ მოგწონს, თურმე სხვადასხვა ტემპში საუბრობს ერთი და იგივე საჯარო გამოსვლისას. დასაწყისში ვთქვათ შედარებით ნელა იწყებს თხრობას, შემდეგ აჩქარებს, იმიტომ რომ განსაკუთრებულ ემოციურ ნაწილს მიადგება და ბოლოს დასკვნაში ისევ შესაძლოა რომ ანელებდეს. ყოველ შემთხვევაში სპეციალისტები სწორედ ამას გვირჩევენ, რომ თავში დავიწყოთ შედარებით ნელი თხრობით, იმიტომ რომ დავეხმაროთ აუდიტორიის წევრებს შემოვიდნენ შინაარსში, როცა უკვე ჩვენს მთავარ გზავნილებს მივადგებით, იქ აუცილებელია რომ ცოტა სწრაფი ტემპით წავიდეს თხრობა, იმიტომ რომ ეს ტემპი ხაზს უსვავს იმას, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან რაღაცაზე გესაუბრები და ბოლოს ისევ უნდა შევანელოთ, რატომ? იმიტომ რომ დასკვნის პერიოდი მოდის, დასკვნისას კი უნდა ჩვენ ნელა და ძალიან ცხადად მივაწოდოთ ის მთავარი სათქმელი აუდიტორიის წევრებს, რასაც ემსახურება ჩვენი საჯარო გამოსვლა. და კიდევ ერთი ფაქტორი, ჩვენ ახლა ბევრი შეგვიძლია ვილაპარაკოთ არაჩვეულებრივ საჯარო გამომსვლელებზე და საბოლოო ჯამში ერთ მარტივ მახასიათებლამდე დავდივართ. საჯაროდ გამომსვლელი მაშინ არის წარმატებული, თუ როცა ვუსმენთ მას, ჩვენ გვეუფლება განცდა, რომ ის გულწრფელია, რასაც გვესაუბრება იმ თემასთან მიმართებაში. გულწრფელობა კი ჩვენ შეგვიძლია სწორედ არავერბალური კომუნიკაციითაც ვაჩვენოთ. ეს არის თვალებში ყურება, ეს არის ჟესტების გამოყენება, მაქსიმალურად ბუნებრივი ჟესტების გამოყენება და ეს არის ჩვენი ხმის გამოყენება არავერბალურ კომუნიკაციის კონტექსტში. ამრიგად დავინახეთ ცხადად, რომ არავერბალური კომუნიკაცია მრავალ კომპონენტს მოიცავს. ამ მრავალი კომპონენტის დაკმაყოფილება უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენი საჯარო გამოსვლა იყოს წარმატებული, მაგრამ იმისთვის, რომ მე ჟესტებს ვიყენებდე ადეკვატურად და არ იყოს ეს ხელოვნური, არ იყოს უხეში, იმისთვის, რომ მე თვალებით კონტაქტის, როგორც არავერბალური კომუნიკაციის მთავარი იარაღის გამოყენება კარგად ავითვისო, ამისთვის ისევ და ისევ მთავარ სიტყვასთან მივდივარ
ვართ, რაც არის ვარჯიში, იმიტომ რომ მხოლოდ ვარჯიშით და მხოლოდ საკუთარ არავერბალურ კომუნიკაციაზე დაკვირვებით არის შესაძლებელი საუკეთესო ვერსიის შექმნა და გამოყენება შემდგომ უკვე კომუნიკაციაში.